გვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობის მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, რომლის ეთერშიც ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ თემაზე მოწოდება ხმებისთვის. გთავაზობთ აქვე ინტერაქტივის შეკითხვას, როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას, რომ ამომრჩეველმა მეორე ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს. 292-11-88, 292-11-89 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრებია. ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებით შეშფოთებული საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ავტორები ვარაუდობენ, რომ თუ ოცნებას უმრავლესობა ექნება, ქვეყნის დემოკრატია საფრთხე შეექმნება. მიმართავს ხელსაწერს ნინია კაკაბაძე, თამარ გურჩიანი, ლაშა ბუღაძე, გიორგი მშვენიერაძე, ნატა ფერაძე, ნინო დანელია, ცირა ელისაშვილი, ბექა მინდიაშვილი, ანა კორძაია სამედაშვილი, ქეთი დევდარიანი და სხვები საერთო ჯამში სულ 45 ადამიანი. მოწოდების ადრესატები კი არიან საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატები, ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი, პაატა ბურჯულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის, ახალი მემარჯვენეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო და საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მოწოდება ხმებისთვის ეს არის თემა, რომელზედაც დღეს ვსაუბრობ და გადაცემის პირველ ნაწილში პოზიციის გამოხატვა ვთხოვეთ ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეს, რომელიც ღია ეთერს ტელეფონის მეშვეობით უერთდება. მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა, მადლობა რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. გამარჯობათ. ქალბატონო ხათუნა, როგორ შეაფასებთ თავად თქვენ ამ მიმართვას? გამომდინარე იქიდან, რომ ცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ადამიანის გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის დაცული. და დღემდე ყოველ შემთხვევაში ამ გამოხატვის თავისუფლების ესეთი აშკარა შეზღუდვა ხელისუფლებისგანაც არ გვეგვდნია. უნდა დავადასტუროთ, რომ კიდევ ერთხელ აღიაროთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და ამ ადამიანებსაც, რომლებიც და მართლაც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ საქართველოში, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად აქტიური სამოქალაქო მქონე პოზიციის ადამიანებში, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის ერთადაც და მათ შორის მოწოდების ფორმითაც. და მე ზოგადად ვეთანხმები სულისკვეთებას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენი ტიპის ქვეყნებში ძალიან მაღალი რისკია, რომ იქცეს კონსტიტუციაზე დაავადობის იარაღა და ამას გვაჩვენებს ჩვენ განვლილი 25 წელი, როცა ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველა წინა მორბედმა ხელისუფლებამ ეს გამოიყენა სწორედ რომ კონსტიტუციაზე დაავადობისთვის. და იმ პირობებში, როდესაც დღეს გვყავს ძალიან სუსტი ოპოზიცია, ეს არჩევნებმა დაჩვენა, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბარიერის გადაღება ვერ შეძლო, როდესაც გვყავს იმედგაცრუებული საზოგადოება, რომელშიც ჯერ საპროტესტო მუხტი მაღალი არ არის, ამ პირობებში რა თქმა უნდა არსებობს რისკი იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იქცეს კონსტიტუციაზე დაავადობის მექანიზმად ხელისუფლების ხელში. მაგრამ და როგორც გითხარით, ამ ნაწილში მე ვეთანხმები უდავოდ ამ მოწოდების ავტორებს, მაგრამ როდესაც იმაშიც დავეთანხმებოდი, რომ ოპოზიციას უნდა დაუჭირონ მხარი, მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ იმ ოლქებს, სადაც მეორე ტური ტარდება, ოპოზიცია არის 99.99% შემთხვევებში ნაციონალური მოძრაობა. მხოლოდ 2 თუ 3 ოლქია, სადაც გასულია მეორე ტურში ერთგან მრეწველების წარმომადგენელი, ერთგან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი და იყო ირაკლი ალასანია და მან როგორც იცით მოხსნა კანდიდატურა. ასე რომ რეალურად ეს არის მოწოდება, რომ ნაციონალურ მოძრაობას მისცეს ამომრჩეველმა ხმა მეორე ტურში. და სწორედ ამიტომ გამოიწვია ასეთი რეზონანსი ამ მოწოდებამ, სწორედ ამიტომ გაიყო საზოგადოების აზრი, მათ შორის მეც იმ საზოგადოებას მევეკუთვნები, რომელიც იზიარებს, როგორც გითხარით, იმ სულისკვეთებას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს ტიპის ქვეყნებში არის რისკი კონსტიტუციაზე დაავადობისა, მაგრამ მეორე ნაწილი, როცა ეს ერთი სავარაუდო ბოროტება უნდა დავაბალანსოთ მეორე ასევე სავარაუდო ბოროტებით, ამაზე ხელის მომტარი ძალიან ცოტა იქნება საქართველოს მოქალაქეთაგან და მეც აგრეთვე, იმიტომ რომ საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელმაც
ვერ და არ ისურვა საკუთარი იმიჯის ასე ვთქვათ გაჯანსაღება, რისთვისაც მას ჰქონდა მთელი 4 წელი. ამიტომაც მე გარკვეულებ, რომ ეს მოწოდება დარჩება მოწოდებად და ამას ხმებში ასახვა არ ექნება. ანუ ამ პარტიებს ერთ პარტიები გაბედავენ, მოდით ასე ვთქვათ, იმ პარტიებზე მოგსაუბარი ვისკინაც იყო მიმართული ეს მოწოდება. ერთ პარტიები გაბედავენ, რომ მოუწოდოს საკუთარ ამომრჩეველს ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად და არ გამომრჩეველი მივა, მინდა გითხრათ, იმის შიშით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს ოცნებამ და არ მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის დიაგნოზი, მე ვიტყოდი ტრაგედია, როდესაც არჩევანი ფაქტობრივად არ არის. მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყოველ ჩვენგანი უყურებთ და ამ რეალობაში გვიწევს არჩევანის გაკეთება. გავხატუნე, როგორ ფიქრობთ, თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ სავარაუდოდ გავლენა არ ექნება ამ მომრჩეველზე ამ მოწოდებას, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა მოწოდების საფრთხეს სწორედ ეს მიმართვა? მოწოდების საფრთხეს თუ შეიცავს, ანუ კონკრეტულ საფრთხეს თუ ხედავთ ამ მოწოდებაში თქვენ? არანაირ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აქ რომ საუბარი იყოს ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ ძალაზე. მაშინ რა თქმა უნდა, ყველა და პარტია, გარეთ დარჩენილი პარტია და ამომრჩეველი მთლიანად ეცდებოდა, რომ მისულიყო და ხელი შეეშალა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებისთვის, მაგრამ მე იმასაც ვფიქრობდი, კანონმდებლობა რომ უწყობდეს ხელს და ნაციონალები ამაზე დამსვლელები არ არიან, თორემ მათ რომ მოეხსნათ თავისი კანდიდატურები ბევრ ოლქში, ყველგან არ ამბობ, რომ ბევრგან მათ ნამდვილად ისეული კანდიდატი ყავს. ოლქების ინატელში მათ რომ მოეხსნათ საკუთარი კანდიდატურა მეორე ტურში და კანონმდებლობა რომ ამას ითვალისწინებდეს და მესამე ადგილზე გასული გასვლის ქონოდა უფლებამოსილება მეორე ტურში მონაწილეობის მიზეზით, ასეთ შემთხვევაში სრულიად სხვა სურათი გვექნებოდა. ანუ მე რას ვამბობ, მე სპეციალურად გადავხედე კიდეც ოლქების შემადგენლობას, ვინ როგორ გადანაწილდა და ძალიან ოლქში მაგალითად თავისუფალ დემოკრატების წარმომადგენელი იყო მესამე ადგილზე გასული, მაგალითად, ხო? აი, კანონმდებლობა რომ ამას ითვალისწინებდეს და მეორე ტურში მეორე ადგილზე გასული თუ მიერ კანდიდატის მოხსნის შემთხვევაში მესამე ადგილზე გასული იღებდეს მონაწილეობას მეორე ტურში. გარკვეულებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღებდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ყველა სხვა პარტიის წარმომადგენლის, გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ალბათ ინაშვილის პარტიის წარმომადგენლებისა, ყველა პარტია მისცემდა ხმას. და აი ეს არის ნაციონალური მოძრაობა დღემდე, მოდით ესე შევხედოთ. ნაციონალური მოძრაობა ნებით თუ უნებურად დღემდე არის ძალიან დიდი ბარიერი ქართული დემოკრატიის გზაზე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ნებისმიერ სხვა პარტია რომ ყოფილიყო დღეს ნაციონალური მოძრაობის ადგილზე მეორე ტურში გასული, ის რეალურ კონკურენციას გაუწევდა ქართულ ოცნებას და ძალიან ბევრ ოლქში აი ეს ოპოზიციის კანდიდატურა მოიგებდა მაჟორიტარულ არჩევნებს. როგორც გაშხებით, რომ ეს არ იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. უღრმესი მადლობა ქალბატონო ხათუნა ლაგაზიძე საუბრობდა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, რომელიც თვლის, რომ მოწოდება სამხალხო სექტორის მიერ დარჩება მოწოდება. საინტერესო რას ფიქრობს ამ საკითხზე რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი. მოგესალმებით ბატონო რამაზ, უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო რამაზ, თავად თქვენ როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას, რომ ამომრჩეველმა მეორე ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს? საზოგადოების ერთი ნაწილი, რაც თქვენ ძალიან რეალურად არის საზოგადოების ნაციონალური ნაწილი, ანუ ისინი ადრეც შემადგენლობდნენ ნაციონალურ მოძრაობას, ეხლაც აკეთებენ განცხადებას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის, პირდაპირ მიუთითებენ, რომ ხმად მიეცეთ ნაციონალურ მოძრაობას. ახლა საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც ნაციონალური მოძრაობა არ აღმოჩნდა ავტორიტეტი და საკამდე მივიდა სადაც ვართ. მე ვიճვება, რომ ეს ფიგურები აღმოჩნდებიან ისეთი ავტორიტეტები, რომლებიც შეაცვლევინებენ ამ ნაწილს პოზიციას. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მოახდინოს გავლენა ამ ამომრჩეველზე? მაგას ვიძახი, არ მგონია, რომ ეს ასე ამოვნებს ნაციონალების ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც ნაციონალები არ აირჩია პირველ ტურში, იმათზე
ამ პიროვნებების სიტყვა დიდად მე მგონი არ მოქმედებს. და რამდენად შეიძლება რომ გაიზიარონ თავად ადრესატებმა ეს მოწოდებები? ადრესატად ბუნებრივია დასახელებულია ეს პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბარიერს მიღმა დარჩნენ. იმ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ერთი შანსი, რომ თუკი გაიზიარებენ ამ მოწოდებას და ნაწილმა რაღაც სამოცუსაც კიდეც ამდაგვარი იდეა მომავალი არჩევნებისთვის იმის ნახევარხმებს მიიღებენ მინიმუმ მაქსიმუმ რაც მიიღეს ახლა. გასაგებია, უღრმესი მადლობა ბატონ რამაზ განცხადებაში მონაწილეობისთვის. პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობდა ღია ეთერში. ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებით შეშფოთებული საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. გვაქვს დრო რომ შემოვიყვანოთ მსმენელი ეთერში. განცხადების მეორე ნაწილისთვის ინტერაქტივი შეკითხვას გაგახსენებთ, როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას, რომ ამ მომრჩეველმა მეორე ტურში ხმა ოპოზიციას მისცენ 292 1188 292 1189 გახლავთ ეთერისთვის განკუთვნილი ნომრები. ერთ მსმენელს შემოვიყვანთ და შემდგომ უკვე მეორე ნაწილში გელოდებით ინტერაქტივში. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. სამშვიდობისა, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე მგონი რომ საზოგადოებას ეყოფა გონიერება და არაფება მათ მოწოდებას და დაიმახსოვრებს იმ იმ ადამიანთა იმ ჯგუფის სახელებს, ვინც გამოვიდა მოწოდებით და მათ სხვა დროს გასცემს პასუხს. მათ უკვე თავიანთი თავის ლუსტრაცია მოახდინეს და გამოაჩინეს თავი თუ ვისი მეგობრები აყვნენ და რა არის მათი ერთადი მიზანი. ერთი ჩინური ანსა გამახსენდა აღებული შხამიან გველსაც მოიჭიდებაო და აი ეს ხახტება ისინი შეჭედებიან რომ ნუ თუ მაგალითად როდესაც იყო თქვათ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობა კონსტიტუციური უმრავლესობით მაშინ რატო არ მოიხსნა და არ მგონია რომ ესე იგი ოცნებამ იმდენი რამე გააკეთოს რომ აი ეს თავისი კონსტიტუციური უპირატესობა გამოიყენოს ქვეყნის საზიანოდ და ალბათ ხალხი გამოიჩენს კეთილგონიერებას და ჯანდა ისე ვის ხალხს გაიყვანს ვის პირველად და ვისაც ესე იგი უჭერს მხარს მართალია ეს კარგი არ არის მაგრამ მაინც ჯობია იმას რომ რასაც ველოდეთ თორე როდესაც თუ გავა ის პარტია უკვე ოპოზიციაში მეორე ადგილზე და დიდი უმრავლესობით მაშინ უბრალოდ ვაჭრობას დაიწყებს და მეც თავის სასიკეთოს ისანს ვიდრე ქვეყნისათვის. გასაგებია, უღრმესი მადლობა პოზიციის გამოხატვისთვის. მოკლე სარეკლამო ჭრის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს. ეს არის პროაქტივ უსმენთ ერთმანეთს და ვსაუბრობთ თემაზე მოწოდება ხმებისთვის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერში განვაგრძობთ პროექტს უსმენთ ერთმანეთს. დღეს ვსაუბრობთ თემაზე მოწოდება ხმებისთვის და აქვე ინტერაქტივი შეკითხვას გთავაზობთ, როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას, რომ ამ მომრჩეველმა მეორე ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს 292 1188 292 1189 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები გახლავთ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მეორე ტურში პარტიის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას მანიპულაციების საშუალებას აღარ მისცემენ. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გიავალსკის აზრით კი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოწოდება გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მისწრაფებებს უსვამს ხაზს. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისში ლევან კობერიძე ამბობს, რომ მიმართვა არაპირდაპირი მოწოდებაა, რომ ამ მომრჩეველმა მხარი დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას. სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებული განცხადების ხელმომწერებმა პრაქტიკულად დაადასტურეს, ღიად განაცხადეს, რომ არიან ერთი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერები. ასეთი შეფასება გააკეთა იურისტმა სოფიო ხორგუანმა რამდენიმე პარტიის არმი გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას. დღეს მოვისმენთ კაცების მეორე ნაწილში არჩილ გამზარდია შეფასებას, რომელიც გახლავთ საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი. დღეს ვსაუბრობთ თემაზე მოწოდება ხმებისთვის. მოგესალმებით არჩილ, მადლობა რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მენელს, დიდი მადლობა ჩემი აზრით დაინტერესებისას. არჩილ, როგორ შეაფასებთ თავად თქვენ ამ მიმართვას? როგორ ფიქრობთ, გაიზიარებს ამ მომრჩეველი მათ პოზიციას? გაიზიარებს თუ არა, თქვათ კიდევ ერთი საკითხი, მაგრამ უნდა გაიზიაროს თუ არა მომრჩეველმა ეს მეორე საკითხი არის. აქ არის ახსნელი, რომ ქართული ოცნების
საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის გამო ამორჩეველმა ხმა მისცეს პარტიას, რომლის მიმართაც საბოლოო ჯამში დიდი საზოგადოებრივი ნეგატივია და თავის დროზევე მას წინააღმდეგ თვითონ იგივე ამორჩეველი გამოდიოდა. ანუ ამორჩეველი, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე ამორჩეველმა ნაციონალურ მოძრაობასვე მისცეს ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს თეორიული საფრთხე კონსტიტუციური უმრავლესობის პირობებში ქართულ ოცნებამ ხელისუფლებაში არ მიიღოს ის როლი, რაც ეკუთვნის. მაგრამ აქ გაფორმებულია ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ამ ანტიუმრავლესობის მიზნით და პროდასავლური მიზნით. მე მაინტერესებს იგივე კატეგორია, რაც ფიქრობენ თქვათ ხაშურის кейსზე. სადაც ტოფაძე მრეწველების კანდიდატი ერკინება ქართული ოცნების კანდიდატს. ანუ ისინი მზად არიან თუ არა ღიად გამოხატული პრორუსი პარტიის წარმომადგენლის მხარეს ურჩევენ თუ არა ამორჩეულს ხმის მიცემას, თქვათ იგივე ხაშურის ამორჩევას ქართული ოცნების წინააღმდეგ. ანუ აქ საქმე არის პროდასავლურ ფლანგზე თუ აქ არის ლაპარაკი კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხეზე. მეორე აქ არის ლაპარაკი ორ ასეთ შედარებაზე. ქართული ოცნების კონსტიტუციური უმრავლესობის, ასე ვთქვათ, შესაძლო საფრთხეზე მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც ლაპარაკობს. და პათოსში გარკვეულწილად ეთანხმების ბუნებრივია ამ მოცემულობას, ამ წერილს ძირითად ტენდენციებს. მაგრამ როდესაც არჩევანის მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საზოგადოებამ შეაფასა როგორც ლამის დამნაშავეობრივი რეჟიმი. თეორიული რისკის საფუძველზე, ანუ ჩვენ საფრთხეზე ვლაპარაკობთ, საფრთხე თავისი არსით, ეს არის თეორიული შესაძლებლობა, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად მოხდება, ჩვენ ამით ამისი შანსი დიდია. თეორიულ შესაძლებლობასა და არსებულ ძალიან ცუდ გამოცდილებას შორის, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ცუდ გამოცდილებაზე, რაც მოიგებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და რატომ არ უნდა გავაკეთოთ აქეთი თუნდაც თეორიულად ასევე იმის შანსის მიმართულებით, რომ ეს შეიძლება სულად არ მოახდინოს ქართულმა რაღაც უზურპაცია და ასე შემდეგ. აი მაგ ძალიან ბევრი შეკითხვა არის თავისთავად, რაც აი ამ არგუმენტს, რაც თითქოს არის დასახელებული აი ამ იობითად პეტიციის საფრთხას მიზეზებად ბათილდება და ეს მე მგონია, რომ არ არის კეთილსინდისიერი თავისთავად ამორჩევლის მიმართ, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები თუ კი მოუწოდებენ ამორჩევლებს, მოგვეცით ხმა, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები ამას აკეთებენ, ეს უკვე არის ამორჩევლის ნებაზე ზეწოლა და თავისთავად არადემოკრატიულია ის რომ ამორჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს. ასევე უკაცრავად შეგეწყვეტინეთ ამ მოწოდებას ყავს თავისი ადრესატები ბუნებრივია იმ ოპოზიციური რგოლით დაკომპლექტებული შეიძლება ითქვას, ვინც არჩევნებზე დარჩა ბარიერს მიღმა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაიზიარებენ ეს ადრესატები ამ მოწოდებას და თუ ასე მოხდა, თუნდაც ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს თქვა მათი პოლიტიკური მომავალი საზოგადოების თვალში და საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად? მე ვფიქრობ, რომ ეს ოპოზიციური ფლანგი სამწუხაროდ იმდენად დისკრედიტირებულია საერთო ჯამში საქართველოში, რომ მათ უფრო არის რა შეიძლება გქონდეს 0.8% რეიტინგი და 0.7 დაეცეს თუ 0.5. ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ? მათ დასაკარგი პრაქტიკულად არაფერი არ აქვს. ისინი საკმაოდ უკვე რაღაცნაირად გამარგინალებულები არიან ამორჩევლის თვალში, მათ პრაქტიკულად ყველა რესურსი ამოწურეს და უბრალოდ ახლა ჯიუტად იქნებიან ერთ პოზიციაზე, რომ იგივე ფორმით, იგივე შინაარსით შესთავაზონ საკუთარი თავის ამორჩევლს, პრინციპში ალბათ იგივე შედეგებს მიიღებენ. ამიტომ ეს არის ცოტა ისეთ როგორი აი წმინდა იხაცის წინააღმდეგ კონკრეტული პოზიციები, აი გაბოროტება, თქვა, ქართული ოცნების მიმართ იმ კუთხით, რომ მათ გაიმარჯვეს და ამათ კიდე ვერ გაიმარჯვეს და ნაჯობეს ჭკუაში და ნაციონალური მოძრაობის ფონდზე იდეალურები გამოჩნდნენ. და რაღაცა სულ მახასიათებლებს იძენს და რაც შეეხება იმას ამორჩეველი ამას გაითვალისწინებს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება სრულიადაც უკავშირი მიიღონ. ჩვენ გახსოვს იგივე მერის არჩევნებზე მეორე ტურზე უფრო ნაკლებ ხალხს ელოდნენ და საბოლოო ჯამში ბევრად მეტი მივიდა და მერის ამჟამინდელი მერის მისამართით უფრო მისცეს ხმა. ამიტომ სულად არ გამოცხადდა უკვე რეაქცია უფრო მისცენ და ისევ ამათმა აი როგორც მიხეილ სააკაშვილის მუქარებმა ისევე აი ამ პეტიციამ და ამის მესიჯებმა და ამ რაღაც უცნაურმა არგუმენტებმა ისევ ქართულ ოცნების საკითხებად იყო. უღრმესი მადლობა არჩილ აზერდი ესაუბრობდა ეთერში მსმენელი გველოდება უკვე დიდი ხანია, ნუ შევაყოვნებთ მას და შემოვიყვანეთ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. საღამოშიდობისა, მოგესალმებით. რა შეეხება არსებულ საკითხს? ცოტა უცნაურია ჩემთვის ის რომ როცა 137,000 ბიულეტენი არის გაუქმებული
როცა ბურჯანაზე დადის შეუჯერებელი დაუბალანსებელი სიები და ეძახის გამიყალბეს არჩევნები, ასევე ეძახიან მას ლეიბორისტები, ასევე ზოგიერთი კიდე რამდენიმე პარტია. ჩვენ ეხლა იმის მაგივრად რომ საერთოდ პროტესტი გამოვთავოთ იმ არჩევნებს, სადაც მინიმუმ 25, მაქსიმუმ 35%-იანმა ოცნების კოალიციის ნარჩენმა აიღო 48%, ეს უკვე ორციფრიანი ნიშნის იქით არის გაყალბება და მოსყიდვა საარჩევნო სისტემისა. ჩვენ ეხლა გვეუბნებია რომ ეს მეორე ტურის გავაправოთ და ნაციონალებს მივცეთ ხმა. ეს არის სრული აბსურდი. ჩემთვის ეს არის ისეთი არჩევნები მეორე ტურის, რომლისადმისაც საერთოდ ინტერესი მაქვს ნოლი. იმიტომ რომ ვიცი აქ ერთმანეთს შეერკინება გამყალბებელი ნაციონალები და გამყალბებელი ნაციონალებით დაკომპლექტებული და შევარდნადისტებით ოცნება. და როგორც იტყვიან, აზრი არა სამართლორდა ბრძოლაში რომელიმეს გაუправო თავისი გამყალბების ისტორია და მე მგონია ვისაც კი პრაქტიკულად პროტესტი უნდა გამოუხატოს ამასთან მიმართებაში რომ საერთოდ ერთპარტიული არქიპოისტული მორიგი 4 წლებიან 2020 წლამდე რამდენიმე 4 წლები არ კონდეს საერთოდ არ უნდა მივიდეს, იმიტომ რომ ის ამითი შეაძლოს თავის მოქალაქეულ ვარს პროევროპული და ევროპული ღირებულებათა მიმართებაში. არ შეიძლებოდა სახელმწიფოში არსებობის ისევ ბოლშევიკური წარმონაქმნი საკონსტიტუციო უმრავლესობა პლუს კიდე საპარლამენტო უმრავლესობა. ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი და ქაჯები მიდიან, კი არ მოდიან. ჩვენ ეხლა გამოვისო ისე მოვიდნენ ქაჯები და ისე უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ერთი თხილის გული ცხადმამ გაიყო, ეს ღირებულება ოცნებისთვის მიუღებელია ჩვენ და სამწუხაროდ. გასაგებია, მადლობა დაკავშირებისთვის. მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ აღმშვიდობისა. მოგესალმებით. გესმით ჩემი ხმა. საღამშვიდობის, როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას, რომ ამომრჩეველმა მეორე ტურში ხმა მივცეთ ოპოზიციას? როგორ შეაფასებთ? ოპოზიციას. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ მიმართვას? არა. შტაბში მუშაობდა, ვიცი, რა მოხდება. 50 ხმა ჩვენია ოცნების. სად მუშაობთ უკაცრავად? შტაბში. და რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული? და ვიცი. როგორ გითხარით? ალბათ ახალგაზრდა გულხართ, ხო? თუ შეგიძლიათ გაგვეცეთ კონკრეტული პასუხი, როგორ არა. კი ბატონო. просто მაინტერესებს თქვენი ნიჟისტრაკა ეგრეა, ხო? მოდით, თუ შეიძლება გავიყვანოთ მსმენელი ღია ეთერიდან და მივცეთ საშუალება იმ მსმენელებს დაკავშირების, ვისაც სურს შემოთავაზებულ თემაზე საუბარი. 292 11 88 292 11 89 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ნომრებია ინტერაქტივის შეკითხვას გთავაზობთ კიდევ ერთხელ. როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას, რომ ამომრჩეველმა მეორე ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს? ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერაში აზრს ვერ ხედავს, როგორც მანვე განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართულ ოცნებას მაინც ეყოლება. მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისთვის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართოს ახალი მემარჯვენეების ლიდერი გამოეხმაურა, მანანა ნაჯღები არაპირებს ამ მოწოდებით მიმართოს ამომრჩეველს. მისი თქმით, ეს იქნება ძალიან ყალბი, რასაც მათი ამომრჩეველი არ დაიჯერებს, განაცხადა ნაჯღები. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი თამარ კეკენაძე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართოს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკუთარ ამომრჩეველს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდა. მე საინტერესო რას ფიქრობს ამ თემაზე ჩვენი მსმენელი, რომელიც ეთერში გვიკავშირდება, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე არაფერსაც არ ფიქრობ, მე ფიქრობ და ვაზროვნებ იმ გაგებით, რომ ეს განარჩენი ეს პარტიები, რომლებსაც უნდათ რომ შეერთდნენ პროლეტარებივით და წინააღმდება გაუწიონ ქართულ ოცნებას, არაფერი არ გამოვათ. ეს არის წმინდა წყლის ეფემერა, რაც შეეხება აი ცალკეულ პარტიის ლიდერებს. უშუალოდაა რომ გაიხადონ ჩოხა და დახარონ თავი და დანებრნენ. რას ხტუნაობენ, რა უნდათ, არაფერი არ გამოვათ, წარმოიდგინეთ, არაფერი. ერთხელ ბატონმა ბიძინამ
ქართული ჭიდაობის არ იყოს ბეჭებს ორივე ბეჭი დასა სააკაშვილი მეორეთაც მოუგო მეორეთაც სუფთად მოიგო და ეხლა უბრალესობა კონსტიტუციური უბრალესობა ეკნება აუცილებლად ქართულ ოცნებას და წაიყვანს საქმეს ბრწყინვალედ წაიყვანს და ის პირველი მსმენელი რომ იყო ვიღაცა ის ყველა ეთერში რო ძრება და ოფოფასავით რომ მოდით თუ შეიძლება ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას უღმესი მადლობა დაკავშირებისთვის და საკუთარი პოზიციის გამოხატვისთვის თუ ყავს მსმენელი შემოვიყვანა დღე ეთერში 292 1188 292 სტუდიის ტელეფონის ნომრები როგორ აფასებთ საზოგადოების ერთი ნაწილის მოწოდებას რომ ამ მომრჩეველმა მეორე ტურში ხმა ოპოზიციას მისცეს ეს არის ინტერაქტივი შეკითხვა როგორ აფასებთ თავად თქვენ ამ მიმართვას როგორ ფიქრობთ რამდენად გაიზიარებენ ადრესატები ამ მოწოდებას ან მოახდენს თუ არა თქვენზე ანუ ამ მომრჩეველზე ეს მოწოდება გავლენა შეგიძლიათ დაარეკოთ დღეეთერში და სწორედ ისაუბროთ შემთავაზებულ საკითხზე საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით აგორებული კამპანიის მთავარი თემა სინამდვილეში არის ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის გადასარჩენად აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მისივე თქმით საკონსტიტუციო უმრავლესობის საწინააღმდეგო კამპანიით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ვერ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები მათ გარეშე რაც მისივე თქმით ნაცმოძრაობას 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ვაჭრობის საშუალებას მისცემს. სამხალხო საზოგადოების ნაწილის მიმართვას არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირო ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძეც გამოეხმაურა ის იმედოვნებს რომ ამ მომრჩეველი ვინც აპირებს არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდა უბრალოდ და ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან გამოიყენებენ შანსს იმისთვის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყოს პარლამენტში მსმენელია ხაზზე მოგესალმებით გისმენთ მოგესალმებით. საკონსტიტუციობის რას ფიქრობთ თქვენ ამ მიმართვას როგორ შეაფასებთ რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა თქვენზე? რო ყოფილიყო სხვა ოპოზიციური პარტია დიდი სიამოვნებით დაუჭერდი ხმას. მე თვითონ ოცნების საუნჩემელი ვარ, მაგრამ აზრი არ აქვს ნაციონალებზე ხმის მიცემა, ეგენი ყველა კანონ პროექტ ჩააგდებენ, არაფერი არ იქნება, როგორც წინაზე 9 წელი იყვნენ და მაშინ ჰქონდათ ყველაფერი, ხო? კონსტიტუციურ და ყველაფერი. თავის გემოზე გაიყვანეს. გასაგებია, უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით, თქვენ ღიეთერში ხართ. საღამოშიდობისა, მოგესალმებით. საღამოშიდობისა. რას ფიქრობთ? ვერაფერი რა ხდება? კოლე აზერა რა ხდება? რა ხდება? კათოლიკობა მოიგო. მეორე ტური ეწინ. არჩევნების და როგორ ფიქრობთ? მეორე ტური 50-ზე გავა ქართული ოცნების. გასაგებია, უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. არა, ამაზე არა. და გაცემა თავის დასასრულს უახლოვდება საზოგადოებამ უნდა განსაჯოს რა არის მისთვის უკეთესი ქონდეს სრული კარტ ბლანში ქართულ ოცნებას და მან თავის ნებაზე შეცვალოს კონსტიტუცია თუ ის რომ იყოს ქართული ოცნების გაწონასწორების მექანიზმი ოპოზიციის სახით ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე საზოგადოების ნაწილის მიმართვას რომ მეორე ტურში მხარი ოპოზიციას დაუჭირონ. დავიდრე ერთმანეს დავამშვიდობებით შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-ი ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ დავეხმაროთ მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ კვირაში ჩვენ ვეხმარებით მეგობრებო 6 წლის თეკლა ღონიაშვილს მას აქვს უიშვიათესი დაავადება CDKL5 გენის მუტაცია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის 50600 ლარია საჭირო. როგორც ცნობილია როგორც ჩვენ გუშინაც ვისაუბრეთ და გასულ კვირასაც თეკლა ღონიაშვილის დასახმარებლად გარკვეული თანხის მობილიზება მოხერხდა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ასევე მერიის ძალისხმევით, თუმცა მნიშვნელოვანი თანხაა კიდევ შესაძლებელი იმისთვის, რომ 6 წლის ძალიან პატარა გოგონას მივცეთ სიცოცხლის გაგრძელების საშუალება და გამოჯანმრთელების უფლება. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დაარეკოთ ნომერზე 0901108082 ზარის ღირებულება გახლავთ 1 ლარი და ამ კვირაში განხორციელებული ყოველი ზარი და თანხა გადაირიცხება სწორედ თეკლა ღონიაშვილის ანგარიშზე. ასევე გაქვთ საშუალება ეწიოთ ვებგვერდს WeHelp.g მოიძიოთ
26 წლის დეკლა ღონიაშვილის ისტორია და ნებისმიერი ოდენობის თანხის ტრანზაქციით გაუწიოთ მას ფინანსური დახმარება. ჩვენ კვლავინდებურად გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, უღრმესი მადლობა აქტიურობისთვის. დღეს გადაცემაში ვუსმენთ ერთმანეთს საუბრობთ თემაზე მოწოდება ხმებისთვის. გადაცემაში ისაუბრეს ხათუნა ლაგაზიძემ, რამა საყვარელიძემ, არჩილ გამზარდიამ. პროექტს უძღვებოდი მე, ნინი ხუგაშვილი, გადაცემის პროდიუსერია დავით მაღლაფერიძე და გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე მადლობა ყურადღებისთვის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.